თოვლის ფეხსაცმელი. ასე ქვია ახალ სერვისს, რომლის საშუალებითაც ვიზიტორებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყეპარკის დათვალიერება ზამთრის სეზონზეც შეეძლებათ. დაინტერესებულმა პირებმა ტურისტული აქტივობა ტყეპარკში უკვე გამოსცადეს. 12 კაციანი ჯგუფი დაცულ ტერიტორიას 2 დღის განმავლობაში სტუმრობდა. ამბობენ, რომ თოვლის ფეხსაცმლით ბორჯომ-ხარაგაულის პარკი წარმატებით დალაშქრეს. ეს ძალიან კარგია. მივესალმებით ამ წამოწყებას. ჩვენ ვიყავით ახლა პირველები, ვინც ავედით ამარატის მთაზე, მწვერვალზე და ზამთარში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ძალიან ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ ზამთარში ის არის ნამდვილად განუმეორებელი და ეს ყველამ უნდა ნახოს თუ შეძლებს, რა თქმა უნდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახალი სერვისი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით დაინერგა. აქ თოვლის ფეხსაცმლის ტური ოფიციალურად სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაიხსნა. როგორც მისი თავმჯდომარე ჯაფარიძე აღნიშნავს, დაცულ ტერიტორიებზე აქტივობა მხოლოდ ზაფხულში შეინიშნებოდა. ახალი სერვისი კი ზამთრის სეზონზე ტურისტთა მოზიდვას ხელშეუწყობს. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ყოველთვის პრობლემა არის ის, რომ ვიზიტორების უმეტესობა ძირითადად მოდიან ზაფხულში და ზამთარში აქტივობა არის ნული. აი ეს არის ახალი პროდუქტი, რისის საშუალებითაც უკვე დაცულ ტერიტორიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ვიზიტორები უკვე ზამთარშიც. და სხვადასხვა ძალიან საინტერესო იყო, ახლა ყველა შეუძლია რაღაცები ზაფხულში, მაგრამ ეს კიდევ უფრო რთულია ზამთარში და მათთვის ვითვისაც ექსტრემი არის ძალიან მისაღები თავგადასავალი, ეს არის სწორედ ის, რაც მათ უნდა გამოსცადონ საკუთარ თავს. თოვლის ფეხსაცმელი ოვალური ფორმის მეტალისა და პლასტმასისაგან შემდგარი ფირფიტაა. თხილამურის მსგავსად ისიც ფეხსაცმლის ძირზე მაგრდება და გადაადგილებისას ფეხი თოვლის საფარში მინიმალურად ეთხოვა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ამ დროისთვის 12 წყვილი თოვლის ფეხსაცმელი აქვს. ტურისტებს ტერიტორიის დასათვალიერებლად მათი დაქირავება შეუძლიათ. ერთი დღე თოვლის ფეხსაცმელის დაქირავება თავისი აღჭურვილობით გულისხმობს ჯოხებს ჭირდება 15 ლარი, 2 დღის შემთხვევაში 25 ლარი, 3 დღის შემთხვევაში 30 ლარი. უკვე გაიტესტა აღნიშნული სერვისი, როგორც ნახეთ, მოიარეს ადამიანებმა მარშრუტი და დღეიდან უკვე ველოდებით ვიზიტორებს, რომ კარგ თავგადასავალს განიცდიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახალი სერვისის დანერგვა ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და მშვიდობის კორპუსის დახმარებით განხორციელდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, ზამთრის სეზონის გასააქტიურებლად ახალი სერვისი უახლოეს მომავალში ქვეყნის სხვა ტყეპარკებშიც დაინერგება.